ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. 5 წლის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა და დანაშაულის ორგანიზებაში ბრალი ოფიციალურად გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბუსა ჟვანიას წარუდგინა. უწყების ცნობით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიებას უკავშირდება. ძმებ კაკულიებს სხვა საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბუსა ჟვანიაზე კი პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. ოზურგეთის პროკურატურაში ჩიგოგიძის გარემოცვის წევრების დაბარებები დაიწყო. ინფორმაციას გურიისმოამბე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპების თანამშრომლების უმეტესობა სამსახურში საერთოდ არ დადის, ნაწილი კი სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს. მთავარი დეტალების დაზუსტებას პროკურატურაში ცდილობს. კანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრები იხურება. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი წერს, რომ ოცნების მიერ მიღებული კანონების ფონზე დონორების მოზიდვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. უკრაინელებმა რუსეთში კრასნოდარის ოლქში ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.